ხალხმა რომ ფული შეიტანა ბანკებში, ვინ უნდა აგვინახავოს ეს ფული? აი ეს კითხვა არის გამოხატულება იმის, რას უშვებიან ადამიანებს, რომლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს სამყარო როგორ მუშაობს. როდისღაც 90-იან წლებში ხალხს შეატანინეს ფული ბანკებში, რომ გაგიორმაგებთო რა. აი ვინ შეიძლება დაეჯერებინა, რომ თქვენ შეიტანთ ბანკში ფულს და ის გაორმაგდება. ეს ხო ვიღაცას ისეც უნდა უთხრა, რომელსაც აი უბრალოდ არანაირი წარმოდგენა არაფერზე სამყაროში არ გააჩნია. და ამ ადამიანს გონია, რომ ვიღაც არის ვალდებული, ვიღაცამ რომ მოატყუა 30 წლის წინ, პასუხი აგოს. 90-იან წლებში როცა რაღაცა ერთი საზოგადოებიდან მეორე საზოგადოებაში ტრანსფორმირდებოდით, ადამიანებმა არაფერი არ იცოდნენ რეალობის შესახებ, იმიტომ რომ ილუზია ჰქონდათ კომუნისტების მიერ შექმნილი. შვილიშვილებმა უნდა გადაიხადონ ამ ტყუილი საფასური? არანაირი შანსი არ გაქვთ ბატონო, რომ თქვენ ეგ ფული დაიბრუნოთ. თქვენმა მთავრობამ მაშინ თქვენ გაგზარცვათ და ნებისმიერი მთავრობა იგივეს აკეთებს ნაკლებად შესამჩნევი ფორმებით დღეს. ის თუ ძალიან ცხადი იყო, რომ უცბად დაკარგეთ, ეხლა ნელ-ნელა კარგავთ. ამიტომ სულ გაგზარცვავენ და სულ მოგატყუებენ.